მოგესალმებით, რადგან ქორუმი გვაქვს, შეგვიძლია დღევანდელი კომიტეტის ხდომა გახსნილად გამოვაცხადოთ. დღევანდელი დღის წესრიგით განსაზღვრული გვაქვს განსახილველად ორი საკითხი. პირველ საკითხს წარმოგვიდგენს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე კანონში ცვლილებები ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, რომელსაც კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს. მეორე საკითხად წარმოდგენილია გარემოსა და სოფლის დაცვის სამინისტროს სიპი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის 2024 წლის ანგარიში და 25 წლის სამოქმედო გეგმის მოსმენა. მოგეხსენებათ აღნიშნული ჩვენ პარლამენტის რეგლამენტით საზრდამხედველო საქმიანობის ფარგლებში გვაქვს დავალებული. საკითხს წარმოადგენს გარემოსა და სოფლის მეურნეობის დაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი სოლომონ პავლიაშვილი. თუ დღის წესრიგთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს, შეგვიძლია დღის წესრიგს კენჭი უყაროთ და გადავიდეთ მოსმენაზე. დიდი მადლობა. ახლა ქალბატონ ნინო ენუქიძეს ვთხოვ, რომ წარმოადგინოს ლიცენზიებსა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ლიცენზიებსა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით. ცვლილება მარტივია, ეხება წიაღის აუქციონების ვადის ოპტიმიზაციას, როგორც მოგეხსენებათ, დღეს მოქმედ რედაქციაში ვადები არის დიფერენცირებული, არის 15 დღე და 30 დღე სხვადასხვა სახეობის რესურსისთვის. რეალურად რო ვთქვათ, არსებული ჩანაწერი არის ცოტა უხერხული, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ 3 დღე თავსდება ინფორმაცია წიაღის ვებგვერდზე, მერე ioxNG-ზე გადადის ან 15 ან 30 დღე. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩატარდა RIA, რომლის თანახმადაც ოპტიმალური ვადა, მინიმალური ვადა აუქციონის გამოცხადებისთვის იქნება 10 დღე. შესაბამისად, მთავრობის ინიციატივა არის სწორედ ეს, რომ მინიმალური ვადა იქნეს დაფიქსირებული ლიცენზიების კანონში, არანაკლებ 10 დღით იქნება გამოცხადებული აუქციონები და ეს ინფორმაცია ioxNG-ზე გამოცხადდება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ კი მეტი ვადა იქნება საჭირო, სააგენტო უფლებამოსილი იქნება, რომ ანუ საკუთარი თვალთაყიდვით განსაზღვროს უფრო მეტი ვადა, ანუ მინიმალური ვადა ჩაკეტილი იქნება 10 დღეზე. გთხოვთ დაგვიჭიროთ ხარე. კითხვები ხომ არა გვაქვს კანონპროექტთან დაკავშირებით. აღნიშნულ კანონპროექტზე ჩვენ სავალდებულო დასკვნის მიმცემები ვართ. კომიტეტმა აქტიურად იმუშავა სამინისტროსთან ერთად, გავლილია ყველა კომიტეტები და თუ რაიმე კითხვები გვაქვს, შეგვიძლია გავიაროთ, თუ არა მაშინ ქალბატონინოს მადლობა უთხრათ, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონინო. ახლა მადლობა. ახლა შეგვიძლია კენჭი უყაროთ წარმოდგენილ კანონპროექტს, ვინ არის თანახმა, რომ ლიცენზიებსა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონი წარდგენილი იქნეს საქართველოს პარლამენტის სხდომაზე განსახილველად პირველი მოსმენით. დიდი მადლობა. შეგვიძლია გადავიდეთ მეორე საკითხზე. ბატონ სოლომონ პავლიაშვილს ვთხოვ, რომ მობრძანდეს ტრიბუნასთან და წარმოადგინოს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის 24 წლის ანგარიში და 25 წლის სამოქმედო გეგმა. გთხოვთ ბატონ სოლომონ. მოგესალმებით, ქალბატონო მაია, პარლამენტის წევრებო. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ წავდგეთ თქვენს წინაშე, იმიტომ რომ ის რასაც ქვია ზედამხედველობის ფუნქცია, ის ჩვენ კიდევ გვაძლევს უფრო მეტ მოტივაციას, რომ ყოველთვის მომზადებულები ვიყოთ და წარმოგიდგენთ ანგარიში 2024 წლის შესახებ გარემოსდაცვის ინფორმაციის და განათლების ცენტრთან დაკავშირებით. მოგესალმებით, ეს არის ცენტრი, რომელიც შექმნილია ორჰუსის კონვენციის საფუძველზე, რომელიც კიდე 2000 წელს იქნა რატიფიცირებული, თვითონ ცენტრი შეიქმნა 2013 წელს. პირველ ეტაპზე მას ჰქონდა მხოლოდ გარემოსდაცვითი მიმართულების ფუნქცია იყო დატვირთული და ძირითადი მიზნები ცენტრის არის სწორედ საზოგადოების სრულიერების ამაღლება გარემოსდაცვის მიმართულებით, საზოგადოების მონაწილეობა გარემოსდაცვის გადაწყვეტილებებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ასევე გარემოსდაცვითი განათლება საზოგადოებისთვის. ეს იყო 2017 წლამდე, ხოლო სამინისტროების გაერთიანების შემდგომ მას კიდევ დაემატა აგრარული კომპონენტი, ეს არის აგრარული განათლება და ფაქტიურად დღეს შეიძლება ითქვას, რომ ცენტრი არის ერთ-ერთი ძლიერი ინსტიტუცია სხვადასხვა მიმართულებებით, რომელიც ერთდროულად ახორციელებს როგორც გარემოსდაცვის განათლების სხვადასხვა მიმართულებებს, დივერსიფიცირებულია ასევე აგრარული განათლების მიმართულებას. მინდა გითხრათ რამოდენიმე გამოწვევაზე ვისაუბრო. პირველი ის, რომ ჩვენ შევძელით ფაქტობრივად დღეს საქართველოში გქონდეს გარემოსდაცვითი განათლება და აგრარული განათლება ყველა დონეზე, როგორც სკოლამდელებისთვის, ასევე პირველიდან მე-6 კლასელების ჩათვლით და
ასევე მზადდება დღეს მე-7 მე-12 კლასელებისთვის როგორც გარემოსდაცვის კომპონენტი, ასევე აგრარული კომპონენტი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზნით ქვეყანაში ამ 4 წლის განმავლობაში გადამზადებულია დაახლოებით 7,000 მასწავლებელი, ხოლო სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით დაახლოებით 800-მდე მასწავლებელი. ანუ რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ფაქტობრივად ისეთ პროგრამებს ვაკეთებთ, ისეთ სახელმძღვანელოები კედება ისეთ მიმართულებით, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ სტუდენტებს, მოსწავლეებს, სკოლამდელებს მივაწოდოთ ინფორმაცია, მოხდეს ინტეგრაცია სასწავლო დისციპლინებში. ისია გაკეთებული, ძალიან კომფორტულია და ძალიან გასაგები ენით ყველა დონისთვის. ყველა დონის მონაწილეებს. ამიტომ ამ მიზნით გადამზადებულია ეს მასწავლებელი და მომზადებულია შესაბამისი სახელმძღვანელოები ისეთი მიმართულებით, როგორიც არის კლიმატის ცვლილება, როგორიც არის ნარჩენების მართვა, ფერმერული მეურნეობების სურსათის უნებლობა, რადიკალურების მიზნები და უამრავი სხვა რამ, რომელიც კომპლექსურად წარმოადგენს როგორც გარემოს დაცვით, ისე აგრარულ განათლებას. ეს სახელმძღვანელოები დარიგებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში, აბსოლუტურად ყველა რეგიონშია დარიგებული და ამ მიზნით მზად არიან მასწავლებლები და რა თქმა უნდა უფრო მეტად შეხამებული დისციპლინებთან, როგორც არის ვთქვათ ბიოლოგია, როგორც არის გეოგრაფია, სწორედ ასეთი კონტინგენტი გვაქვს სამორჩეული, რომ მათ შეძლონ გარკვეული დრო დაუთმონ გარემოს დაცვის განათლებას, ვინაიდან ჩვენ მიგვაჩნია და ზოგადად ეს არის სახელმწიფო პოლიტიკაც, რომ სწორედ ამ ასაკში უნდა ისწავლონ ახალგაზრდებმა, რომ შემდგომ მართლაც იყვნენ გარემოს დამცველები და ასევე რა თქმა უნდა აგრარული მიმართულებით მათ განახორციელონ შემდგომი სწავლება და განათლება. მე შევჩერდები კიდე რამდენიმე მნიშვნელოვან გამოწვევაზე, რომელიც არის ძალიან ახალი, შეიძლება ითქვას. აქ არის მე შემდგომ თამარი ალბათ გააკეთეს პრეზენტაციას, გვექნება მაგის საშუალება. ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ბოლო პერიოდში, რომ საჯარო განხილვები, ლაპარაკია გარემოს ზემოქმედების შეფასების გადაწყვეტილების საჯარო განხილვების ორგანიზაცია გადაეცა ცენტრს. თვითონ ინსტიტუციურადაც ძალიან კარგია ეს იყო და ძალიან მისაღები, მარტო გასულ წელს თითქმის 200-მდე საჯარო განხილვა ჩატარდა სხვადასხვა პროექტებზე. და უფრო მეტად გამჭვირვალეა, უფრო მეტად მკაფიოა, უფრო მეტი ადამიანები არიან ჩართული, დაინტერესების ხარისხიც მაღალია და ორგანიზაციულადაც ყველაფერს აკეთებს ცენტრი, ეს რა თქმა უნდა მაღალ დონეზე ჩატარდეს. მეორე მხრივ, გარემოს ზემოქმედების შეფასება იცის რომ ახორციელებს გარემოს ეროვნული სააგენტო ამას აკეთებს და იქ ხდება ამ გაწყვეტილების მიღება. წარმოვიდგინეთ ორი ინსტიტუცია ერთმანეთთან არის კომპლექსურად მჭიდრო კავშირში და ეს უფრო მაღალ შედეგს იძლევა. სწორედ ეს არის სკრინინგის, გეზეში გაწყვეტილების ყველაფრის საჯარო განხილვები ხორციელდება, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტის ჩართულებით, თემების ჩართულებით, სოფლის და ყველა დონეზე, რომ გვინდა რომ მოსახლეობა ჩართული იყოს ამ პროცესში და კეთდება კიდე თუ ამას ვერ ვახორციელებთ რაღაც მიზეზების გამო ამის გადადება ხდება და შემდგომში მისი ჩატარება ხორციელდება. ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ბოლო პერიოდში ეგრეთ წოდებული მწვანე და აგრარული სტიპენდიები, რომელმაც ფაქტობრივად მისცა мотиваცია რომ ახალგაზრდებმა სწავლა განაგრძონ აგრარული და გარემოს დაცვის განათლებით. თქვენ მოგეხსენებათ რომ ჩვენ დეფიციტური პროფესიები გვაქვს ამ მიმართულებით, ისეთები როგორც არის ვეტერინარია, როგორც არის სურსათის უნებლობა, როგორც არის გეოლოგია, გეოდეზია, გეოგრაფია, კლიმატ გონივრული სოფლის მეურნეობა და უამრავი სხვა რამ. ამიტომ ჩვენ დავაწესეთ სტიპენდიები როგორც გარემოს დაცვის მიმართულებით სამაგისტრო პროგრამებზე, ასევე დავაწესეთ სტიპენდიები აგრარული განათლების მიმართულებით როგორც პროფესიულზე, საბაკალავროზე და სამაგისტროზე. უნდა გასცეს мотиваცია იმის, რომ ახალგაზრდობას განუვითარდეს აზრი იმისთვის, რომ იგივე მათ სწავლისთვის ესე იგი მიდრეკილება გაუჩნდეს ამ მიმართულებით. და მეორე მხრივ ჩვენ მზად ვართ სამინისტრო, გარემოს დაცვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, როგორც ერთ-ერთი დიდი ინსტიტუცია, რომ ის ადამიანები ჩვენთან დავასაქმოთ და ამის ვაკეთებთ ამის რა თქმა უნდა ტირაჟირებას, ამის შეიძლება ითქვას, რომ ძალიან შესაბამისი საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, რომ გვინდა რომ ამ მიმართულებით მეტი ჩართულობა იყოს და სულ ახალ ჩავატარეთ ჩვენ ეს სტიპენდიები თან დაკავშირებით და ძალიან მასშტაბური ღონისძიება და ყოველ წელს მართავთ ამ მიმართულებით. დაახლოებით ეს არის 64 მონაწილე ამ ეტაპზე. ამაში ჩართულები არიან უნივერსიტეტები, უნდა გითხრათ ის უნივერსიტეტები, ვისაც სწორედ
აქ ამ მიმართულებით აქ პროგრამები, როგორც არის აგრარული მეცნიერებები, როგორც არის სუცაცუნებობა და როგორც არის გარემოს დაცვის მენეჯმენტი და სხვა ეკოლოგია და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ამ მიმართულებით მე ახლა აღარ შეუდგები ამის ჩამოთვლას, ამიტომ თავარი мотиваცია რომ წავიდეს ახალგაზრდობა სწავლა განაგრძო ამ მიმართულებით. მეორეს გარდა მაგისა, მოგესალმება ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა თვითონ გარემოს დაცვის ინფორმაცია განათლების ცენტრმა იყო ერთ-ერთი მხარდაჭერი იმ პროგრამების, რომელიც შექმნა ახალციხის უნივერსიტეტმა, ეს მოგესალმებათ, ეს არის ვეტერინარიის პროგრამა, 300 კრედიტი არის უფასო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ სწორედ გვჭირდება სწორედ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც განაცხადებს სურვილს, იმიტომ რომ ფაქტიურად აქ ამ სექტორში არის გადაბერების პრობლემა. დღეს ფაქტობრივად ვეტერინარები არ აყავთ, აქ კიდე სხვა გამოწვევა კიდე იგივე თუ გწავათ აკვაკულტურის მიმართულებით, რაღაც ეგრეთ წოდებული ვეტერინარი იხტიოლოგები არ აყავს და ამაზეც მუშაობთ, რომ რაღაცა მაინორი გავაჩეროთ, სწორედ გარემოს დაცვის ინფორმაციის ცენტრია ჩართული ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა ფერმერებთან ერთად, და ბიზნესიც უნდა იყოს ჩართული და ბიზნესიც უნდა იყოს დაინტერესებული და ეს ნაბიჯებია, რომელიც ყოველდღურად იდგება და ყოველდღურად პროცესში ვარ ჩართული ამ მიმართულებით. არის ერთი კიდევ მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ცენტრი ხორცელებს, ეს იგი ძალიან ბევრი სკოლა გვაქვს, ეს არის ეკოლიდერების, ეს არის კლიმატის ელჩების, უამრავი სხვა, რომელსაც შემთხვევაში აფინანსებს საერთაშორისო ორგანიზაციები და აფინანსებს ასევე ბიუჯეტი, სახელმწიფო ბიუჯეტი. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა ასე ვთქვათ, ადამიანების ყველა ფენა მოვიცვათ, მეტნაკლებად აქ საუბარია შედარებით ახალგაზრდებზე და ისინი ძალიან არიან მოწადებულნი, мотиваცია გაჩნდა, იცით, ყველას უნდა რომ რაღაცა ჩართული იყოს ამ პროცესში და შემდგომ მათი დაჯილდოება ხდება და იღებენ შესაბამის სერტიფიკატებს და ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან ერთად ცენტრმა შეძლო ძალიან დიდი სამუშაოები ჩავატარეთ ამ მიმართულებით, აკრედიტაცია გაუკეთეთ პროგრამებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ტყის ესე იგი ტაქსაციის პროგრამა, რომელიც წინაპირობა არის მეტყევე, სპეციალობა უნდა კონდეს, ასევე კლიმატგონივრული მართველი, სოფლის მიმართულებით და ასევე გარემოს დაცვის მართველი. ამის პროგრამის აკრედიტაცია გააკეთა ცენტრმა, რომელიც არ არის, რა თქმა უნდა, სასწავლო დაწესებულება, მაგრამ რა თქმა უნდა, სამინისტროს ჩართულობით ყველა ერთად და შევძელით რომ ეს პროგრამა გავუკეთებინა და ცოტა რთული საკითხებია ეს, მაგრამ აი მაინცელებთ რომ წინ წავიდეთ. თუნდაც ახლა ის რასაც ჩვენ მუშაობთ, მე-7 მე-12 კლასის პროგრამები, როგორც აგრარული ისე გარემოს დაცვის მიმართულებით და გვინდა რომ სახელმწიფო უნდა მოყვეს ამას და ეს გადაურეგოთ, მე მასწავლებელი გადავამზადოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბავშვს უკვე დამამთავრებელ კლასებში უჩნდება ინტერესი და мотиваცია იმის, რომ სწორედ სწავლა განაგრძოს ამ მიმართულებით. სხვანაირად არ მოდიან. სხვანაირად იცით, თქვენ რაც მიღებულია ტრაფარეტულად, ეგ წოდება ბიზნეს ადმინისტრაციის მიმართულება, იურიდიული, ხლა არავინ არ აკნევს, მაგრამ ჩვენ რაც ვჭირდება, ჩვენ იმაზე ვართ ფოკუსირებული. კიდევ ბევრ ამაზე შეიძლება საუბარი. ერთი მინდა გითხრათ, რომ ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, რომელიც ძალიან დიდ როლს ასრულებს მთელი ამ სამინისტროს მუშაობაში და ეს არ არის მოწყვეტილი, ეს არის ინტეგრირებული ყველა სიპებთან, ნებისმიერი ინფორმაცია, ნებისმიერი განათლების კომპონენტი, ეს იქნება ექსტენსია თუ სხვა რამ, ჩართული არის ცენტრი ამ ნაწილში და შეიძლება ითქვას, რომ ცენტრის გარეშე ფაქტობრივად განათლების და ინფორმაციის მიმართულებით არაფერი არ ხდება. იმის სამინისტრო, რასაც ქვია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ერთხელ კიდევ მინდა დაგედასტუროთ ჩემი პატივისცემა, გადმოგცეთ მინისტრის ასევე სალამი და ზათვარ თუ რამე კითხვები არის, თუ არ დექნებ, თამაშს დავუთმოთ რამდენიმე წუთი, ქალბატონი მაია. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ სოლომონ. ქალბატონ თამარს თხოვ ახლა რომ ძალიან მოკლედ წარმოადგინოს დიდი მადლობის სამუშაოების შესახებ ინფორმაცია და შემდგომ თუ რამე კითხვა გვექნება და მე პირადად ვისურვებდი რომ აი გარემოს ზემოქმედების შეფასების დროს რა დაბრკოლებებს აწყდებით ან აი ამ კუთხით რომ გავამახვილოთ ყურადღება რეალურად, იმიტომ რომ განათლების მიმართულებით რა საქმიანობას ეწევა სიპი უკვე კარგად ცნობილია და ამ კუთხით რომ გავამახვილოთ ყურადღება. მოგესალმები, დიდი მადლობა ქალბატონო მაია, ბატონო სოლომონ, დიდი მადლობა. ფაქტობრივად იმდენად დეტალურად ისაუბროთ ცენტრის განხორციელებული აქტივობების და დაგეგმილი პროექტების შესახებ, რომ შევეცდები მხოლოდ მონაცემები დავამატო გარკვეულ პროექტებს. ჯამში 2024 წელს გვყავდა 12000 მეტი ბენეფიციარი სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის და სეგმენტის მიმართულებით, როგორც საგანმანათლებლო, ისე საზოგადოების მონაწილეობისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით, სკოლამდელი გარემოს დაცვითი განათლების კუთხით ჯამში 3500-მდე არის გადამზადებული და წელსაც გრძელდება პროგრამა მოთხოვნის შესაბამისად. ყოველწლიურად იცვლება ხოლმე მუნიციპალიტეტები და რეგიონები.
რაც შეეხება დაწყებითი კლასების პროგრამას ამ მიმართულებითაც კვლავ გრძელდება, როგორც ბატონმა სოლომონმა აღნიშნა და მიმდინარეობს მუშაობა უკვე მე-7-მე-12 კლასების სახელმძღვანელოს და პროგრამის შემუშავებაზე, რომელიც მრავალფეროვანი იქნება, როგორც გარემოსდაცვითი, ისე აგრარული მიმართულებით. პროფესიულ განათლებაზე აღინიშნა, რომ 3 პროგრამა არის აკრედიტირებული, თუმცა აქვე დავამატებ, რომ ყოველი 3 წლის შემდეგ უწევს პროგრამებს საჭირო არის კანონმდებლობის მიხედვით რეაკრედიტაცია და წელს დაგეგმილი არის 3-ვე პროგრამის რეაკრედიტაცია და ასევე დაგეგმილი გვაქვს 2 ახალი პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება, ერთი ისევ სატყეო მიმართულებით, რომელიც სატყეო საქმის კუთხით, მეორე კავშირდება უკვე მემაცივრე ტექნიკოს და ასევე გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს მცენარეთა დაცვის და მეფუტკრეობის მიმართულებით. 14 პროფესიულ სასწავლებელთან გვაქვს თანამშრომლობა და შესაბამისად ამ მიმართულებით ხორციელდება საგანმანათლებლო აქტივობები როგორც კოლეჯების მოსწავლეებთან, ისე მათ მასწავლებლებთან, მათი ჩართულობით ხორციელდება ყველა ახალი სიახლე და ინიციატივა. უმაღლესი განათლების მიმართულებით დავამატებდი, რომ დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციის კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა არის და ძალიან დიდი პროგრესი ჩვენი კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობა. ზუსტად რამდენიმე თვის წინ შარშან ნოემბრის ბოლოს გაფორმდა მემორანდუმი შვეიცარიის ბერნის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან აგრარული მიმართულების უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კუთხით თანამშრომლობაზე და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ითვალისწინებს ეს თანამშრომლობა, არის ცირკულარული ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის საქართველოში დანერგვის ხელშეწყობა. ამ კუთხით გვაქვს ასევე თანამშრომლობა 10 უნივერსიტეტთან საქართველოში, ანუ ესენი არიან უნივერსიტეტები, რომლებიც ახორციელებენ გარემოსდაცვით და აგრარული კუთხით საგანმანათლებლო პროგრამებს. ზოგიერთ მათგანში, მაგალითად, ქუთაისის და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტებში მიმდინარეობს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მოდულის დანერგვა. თელავის უნივერსიტეტმა მაგალითად განაახლა კლიმატის ცვლილების მიმართულებით ერთი პროგრამა და ახლა გადის აკრედიტაციას უკვე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მიმართულებით მეორე პროგრამაზე და გვაქვს კიდევ ბევრი სხვა დაგეგმილი ღონისძიება ამ კუთხით. მწვანე და აგრო სტიპენდიებზე აღარ გავჩერდები, დავამატებ უბრალოდ იმას, რომ წელს გვექნება გაორმაგებული შესაძლებლობა და მასშტაბი გაიზრდება იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროექტებთან ერთად გამოიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი დაფინანსება მწვანე და აგრო სტიპენდიების განხორციელების კუთხით და უკვე როცა მომავალ წელს ფაქტობრივად სრულდება 2 მიმდინარე პროექტი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება სტიპენდიების პროგრამა, ჩაანაცვლებს და იქნება უკვე გრადობის კუთხით გაზრდილი მასშტაბით სახელმწიფო ბიუჯეტის ხელშეწყობით. ახალგაზრდულ პროგრამებზე ითქვა და 3 უკვე მიმდინარე გვაქვს წელს და 1 შემოდგომით განხორციელდება. გვაქვს ასევე 3 არამარტო სხვა უწყებების და ზოგადად ფართო საზოგადოების შესაძლებლობის გაძლიერების კუთხით მუშაობთ, არამედ სამინისტროს და მის სისტემაში არსებული ორგანიზაციების და უწყებების შესაძლებლობების გაძლიერებაზე გვაქვს აქცენტი და საჭიროების მიხედვით ხორციელდება ტრენინგების განხორციელება. აქაც 1300-მდე თანამშრომელი არის ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი სამინისტროს თანამშრომლები გადამზადებული სხვადასხვა თემის კუთხით, ასევე არიან გადამზადებულები მუნიციპალიტეტებში, იგივე ვიტყოდი მაგალითად გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემის თემაზე, გარემოსდაცვით დემოკრატიაზე, გარემოსდაცვით უფლებებზე, კლიმატზე, ჰიდროლოგიურ და გეოლოგიურ საფრთხებზე და რისკის რუკების გამოყენებაზე და წელსაც არის ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები. აგრარული მიმართულებითაც გვაქვს მუნიციპალიტეტების საჭიროების მიხედვით სხვადასხვა ტრენინგები, შაშან მაგალითად 600-მდე მუნიციპალიტეტებს უტარებთ ამ ტრენინგებს? კი ბატონო. მუნიციპალიტეტების საჭიროებიდან ამოვდივართ ფერმერების მოთხოვნიდან გამომდინარე, რომელ მუნიციპალიტეტში და რეგიონშიც რა თემაზეც არის მოთხოვნა, იმ თემის მიხედვით ვიწყებთ ხოლმე დაგეგმას და განხორციელებას. მაგალითად, ერთ-ერთი ექსტენსია, მაგრამ იგივე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მართვა, კარტოფილის წარმოება. კოოპერატივები და კარტოფილი ჩვენ კომიტეტში არ გვინდა. ამიტომ მოკლედ ვიტყვი 600-მდე ფერმერი არის გადამზადებული და მემაცივრე ტექნიკოსები, ფიზიკური პირების და იურიდიული პირები ჩარშან განსაკუთრებით დიდი რაოდენობა იყო, იმიტომ რომ კანონი მაშინ ამოქმედდა. აი საზოგადოების მონაწილეობას და საჯარო განხილვებს რაც შეეხება და აქვე თქვენს კითხვას დავუბრუნდები და უფრო დეტალურად ვიტყვი.
აღინიშნა, რომ 193 საჯარო განხილვა ჩატარდა შარშან. აქედან დაახლოებით ერთნაირად არის კვარტლების მიხედვით, წლის ბოლოს უფრო მეტი ტარდება ხოლმე და დასაწყისში ძირითადად, რაც შეეხება სირთულეებს, მაინც გარკვეულწილად არის ხოლმე იგივე, თუნდაც ვიტყოდი ადმინისტრაციული შენობების კუთხით, იმიტომ რომ ყველა მუნიციპალიტეტში კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო განხილვა იგეგმება ყველაზე ახლოს მდებარე ადმინისტრაციული ერთეული შენობაში. ხშირად ეს არის ხოლმე იგივე სოფელში არსებული სარიტუალო დარბაზებიც ადმინისტრაციული შენობების გარდა, რაც ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს ცოტა გამოწვევის წინაშე ფართის თუ სხვა პირობების გათვალისწინებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მუნიციპალიტეტებთან აქტიური თანამშრომლობით ხორციელდება შესაბამისად საჯარო განხილვების დაგეგმა და განხორციელება. ამ მიმართულებით ტექნიკური თვალსაზრისითაც აღჭურვილები არიან ჩვენი თანამშრომლები, იქნება ეს გახმოვანება თუ სხვა საჭიროება, მუნიციპალიტეტები ჩართულები არიან ასევე ინფორმაციის გავრცელებაში, გვეხმარებიან ადგილზე და ასევე თარჯიმნის მხარდაჭერის კუთხით ეროვნული უმცირესობების მუნიციპალიტეტებში. ანუ რამე ხო არ არის ისეთი, რაც შეგვიძლია კანონმდებლობაში შევცვალოთ ან დავხვეწოთ, რომ ხო, ამაზე შეგვიძლია სამომავლოდ კანონმდებლობის თვალსაზრისით ვფიქრობთ არ არის ამ ეტაპზე დასწრებაც არის დასწრება არის ბევრად მეტი. აქ ხო ვიტყოდი, რომ დასწრების თვალსაზრისით ჩვენ დასწრებას იგივე ანგარიშებში ვუთითებთ ხოლმე სარეგისტრაციო ფორმებში ხელმოწერილი რაოდენობების მიხედვით ხოლმე, თუმცა ბევრად მეტი არის ყოველთვის დასწრება. ამისი ფოტო მასალაც გვაქვს ხოლმე ამსახველი შესაბამისად, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ეს კიდევ მაინც მიუხედავად დიდი ახსნის იმის, რომ სარეგისტრაციო ფორმის შევსება არ ნიშნავს პროექტზე თანხმობას, მონაწილეთა ნაწილი მაინც თავს იკავებს ხოლმე სარეგისტრაციო ფორმის შევსებისგან. ამიტომ ეს გამოწვევად რჩება ჯერ კიდევ, თუმცა ბევრად შეცვლილი არის დამოკიდებულება საჯარო განხილვების ორგანიზების კუთხით, როგორც ბატონმა სოლომონმა აღნიშნა, უფრო მეტი სანდოობა არის იგივე მაგალითად, როცა ეს ნეიტრალური უწყების მიერ ტარდება და ეს კარგად ესმით ხოლმე მოსახლეობას, ჩვენ როგორც ნეიტრალური უწყება, რომელიც არც გადაწყვეტილების მიღებაში ვართ ჩართული და არც დაგეგმის თუ განხორციელების ეტაპზე, აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, ასე ვთქვათ, და ცალკე გამოტანა უკვე საჯარო განხილვების ორგანიზების და შემდეგ უკვე რეპორტინგის მიმდინარეობს სრულყოფილად. თუმცა გადმოწვევები, რა თქმა უნდა, ყველა ეტაპზე რაღაც კუთხით არის, მაგრამ არა ისეთი, რომელიც საჭიროებს ამ ეტაპზე ჩემი აზრით საკანონმდებლო ცვლილებებს. ასევე გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის სამდივნოზე ვიტყვი ორი სიტყვით, რომ სამდივნოს ფუნქციას ითავსებს ცენტრი, რომლის მიზანიც არის გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში და საგეგმი ღონისძიებების განხილვა, პროგრამების განხილვა და სამინისტროსთვის რეკომენდაციების მიწოდება ამ მიმართულებით ჩატარებული არის სხდომები და მიმდინარეობს გადაგზავნილი არის ასევე სამინისტროსთვის რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ინფორმაციის გავრცელებაზე და ცნობიერების ამაღლებაზე ბევრს აღარ გავჩერდები, რადგან ყველა საშუალებით და მექანიზმით ვცდილობთ ინფორმაციის გავრცელებას. სტრატეგიულ დოკუმენტებზე ვიტყოდი, რომ ცენტრი გარდა განათლების და საჯარო განხილვების კომპონენტისა ჩართული არის ნიშნულოვანი გარემოსდაცვითი სტრატეგიული დოკუმენტების მომზადების კოორდინაციაში. მეხუთე ეროვნული შეტყობინება პირველი გამჭვირვალობის ორწლიური ანგარიში, სადგურის აირების ეროვნული ინვენტარიზაცია, რომელიც ქვეყნის ვალდებულება არის გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიერ და მომზადდა ზუსტად ჩარშან და წარედგინა დროულად. აქ აღნიშნავდი, რომ სულ ორ ქვეყანას ჰქონდა ეს დროულად წარდგენილი კონვენციაში, როგორც გაირკვა შემდგომში უკვე საერთაშორისო ექსპერტების მიერ და ეს იყო საქართველო და შვეიცარია და მიმდინარე გვაქვს ამ ეტაპზე ბიომრავალფეროვნების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი დოკუმენტის მომზადების პროცესი არის დაწყებული და უნდა დაიწყოს სულ მალე საქართველოში კლიმატის ცვლილების ადაპტაციის ეროვნული გეგმის მომზადების პროცესი. 6 მიმდინარე პროექტი გვაქვს ამ ეტაპზე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი და გარკვეული იგეგმება გარკვეული რაოდენობა კიდევ დამატებით. მადლობა, კითხვების შემთხვევაში მზად ვარ, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა ამომწურავი ინფორმაციისთვის. თუ რაიმე კითხვები გვაქვს, მე პრინციპში ჩემი კითხვები უკვე დავსვი, თუ რაიმე კითხვები გვაქვს, შეგვიძლია ქალბატონ თამართან დავსვათ.
მე კიდევ ვფიქრობ, რომ ალბათ თქვენ მუნიციპალიტეტებიც ახსენეთ, ანუ მეტი და მეტი მოგვიწევს სავარაუდოდ იმისთვის, რომ მათ შორის საფრთხეების რუქების წაკითხვის აღქმისა და პროცედურების განხორციელებისთვის, რაც უფრო მეტი დოკუმენტები გვექნება და კვლევები გვეცდება, მეტი ძალისხმევა იქნება ჩასადები, რომ მუნიციპალიტეტები შესაბამისად ერთი რომ გადავამზადოთ და მეორე იქ სადაც მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხი დადგება, უფრო მეტად აღჭურვოთ ინფორმაციით, როგორც საფრთხეების რუქების შესახებ, ასევე მათ შორის გეოინჟინერული გადაწყვეტების შესახებ, რომელმაც მაქსიმალურად უნდა გააკეთოს პრევენცია სხვადასხვა საფრთხეების. ამ თემაზე დავაზუსტებ, რომ 31 მუნიციპალიტეტისთვის ჩატარდა ჯერ ერთი მუნიციპალიტეტის მოხდა მუნიციპალიტეტების მხრიდან საკონტაქტო პასუხისმგებელი პირების გამოყოფა, როგორც ასეთი, შემდგომში მოხდა უკვე მათთვის საბაზისო ტრენინგების ჩატარება, ანუ ძირითადი ინფორმაციის და ზოგადი ინფორმაციის მიწოდება კლიმატის ცვლილების გამოწვეულ საფრთხეებზე, შემდგომში მოხდა ზუსტად თქვენ როგორც აღნიშნეთ, საფრთხის რუკების გეოლოგიური და ჰიდროლოგიური საფრთხის რუკების გამოყენებაზე ტრენინგი და ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში გვემატება 15 ახალი მუნიციპალიტეტი, 50 თემი არის ეს და სწორედ ამ ახალი მუნიციპალიტეტებისთვისაც დავიწყებთ იგივე მიმართულებით მუშაობა სულ მალე მარტიდან არის დაგეგმილი უკვე მარტის ბოლოდან. ძალიან დიდი მადლობა. კითხვები ხომ არ არის კიდე? კითხვები არ არის. ძალიან დიდი მადლობა მინდა ცენტრის ხელმძღვანელობას და მინისტრის მოადგილეს უთხრა წარმოდგენილი ინფორმაციისთვის და წარმატება მინდა გისურვოთ. ძალიან დიდი მადლობა. ამით ჩვენი კომიტეტი შეიძლება დასრულებულად გამოვაცხადოთ. დიდი მადლობა ყველას.